გამარჯობა ბატონო წამყვანო. დღე მშვიდობისა იმის მიხედვით რა დროს გვიყურებთ ბატონო წამყვანებო. სამი შვილიდან არის ისეთი ვისთანაც სრულ ჰარმონიაში ვარ ურთიერთობაში. არის შვილი რომელთანაც მუდმივ კონტრასტში ვარ. და მყავს უფროსი ვაჟი 22 წლის, რომელიც უკვე დამოუკიდებელ პიროვნებაა და თავის ცხოვრების გზას, ასე ვთქვათ, ადგას რა და არიზიარებს ჩემს ინტერესებს, არც ფეხბურთი უყვარს, არც რასაც როდის. ბიჭებთან არ მიჩხუბია პრაქტიკულად არც ერთთან, არც მეორესთან და გოგოსთან ყოველდღიურად დღესაც მაგ რაღაც გამათის. მე მერგო ქალიშვილი ბუნტის თავი, ასე ვთქვათ, რევოლუციონერი, ზოგადად რაღაც დოლორეს იბარური მაკვარი პიროვნება. გაეროს მანდატის როლს ირგებს ხოლმე თქვენი ცოლი. იცი მამა შენი ხო იცი არა აგდო მამა შენი, მაგრამ ელენერის ელენეა რომ არა აგდოს ვინმე რა. ჩემი გოგო ხუმრობდა რომ არსენალზე გამცვალა მამა. ისე რომ წავიდა ცოლს და ურეკედა უთხარი გამოგვადგა შვილი. ოჯახს რა ეკადრება და ეგეთ ცნება უკვე აღარაა რა. ეხლა ეგრე არ გაგვიზდია შვილები რა. პასუხისმგებლობის გზნობას უნდა აღზარდოთ შვილებში თორე ეხლა ცოტა ისე ტენდენციაა რომ არაფერს პასუხს არ აგებენ რა. ეგ პასუხისმგებლობა მე ზრდის პასუხისმგებლიან მოქალაქეს სახელმწიფოსთვის რა. 90-იანებში ხო განათლების ფასი არ ვიცოდით რეალურად. ეს ეხლა დავინახეთ რომ თუ აი უკვე გადატეხის მომენტში და იმაში მნიშვნელოვანი როლი რასაკვირველია მამაჩემმა ითამაშა რა, სადაც საჭიროა ასე ვთქვათ კაცის ხედვა რა. აბსოლუტურად იდეალური მამა იყო, რომელიც პრაქტიკულად არასოდეს შენიშნას არ გაძლევს რა. დღემდე ასე გრძელდება, ანუ იქ რაღაც ესე გადაწყვიტე მამი რაღაც რა პოლიტიკაში მიდიხარ, ნუ კაი, რაღაც წამოხვედი პოლიტიკიდან, ნუ ეგეც კაი. და ეს რაღაცებს შევცვლიდი ახლა რასაკვირველია ჩემს ცხოვრებაში ახლა რომ ვიწყე. ბანკების მძარცველი გავხდები აუცილებლად. პრეზიდენტის სიტყვა. გიორგი ბაქრაძე გაიგე? დედა. თქვენ ალბათ ელოდებოდით მამას, მაგრამ მაინც დედა. ძალიან დიდი მადლობა. თამაში შედგა. დიდი მადლობა. საინტერესო თემა იყო და რავი, ყველაფერზე ვისაუბრეთ და მათ შორის ამ მნიშვნელოვან თემაზე.